მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დიდი სიყვარულით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემს მაგიურ სამყაროს არხზე. მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით და მადლიერებას გამოვხატავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყოველდღიურად მირიცხავთ თანხებს, მიკომენტარებთ, აქტიურობთ ჩემს გვერდზე. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს აბსოლუტურად, ვინც თითოეულ ლაიქსაც კი წერს ჩემს გვერდზე. მინდა რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, დაალაიქოთ, დააშეაროთ, ეს იქნება თქვენი უკუკავშირი იმისათვის, რასაც მე თქვენთვის სრულიად უფასოდ ვაკეთებ. ჩემთან არის 31 ივლისი, მაგრამ თქვენთან ახლა უკვე ზოგთან თენდება 1 აგვისტო. ამიტომ მინდა რომ გისურვოთ ყველაზე ბარაქიანი, ჯანმრთელობით, სიხარულით, სიყვარულით ახსავსე თვე. ტელეგრამზეც ვაკეთებთ ხოლმე პატარა შელოცვას, ულოცავ ადამიანებს და აქაც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დღეს თქვენთან მოვედი ძალიან კარგი, ძალიან ძლიერი, ძალიან ორგანული, ესე ვთქვათ, სუფთა მიბმის რიტუალით, მაგრამ სანამ რიტუალს გადავალთ, მე მინდა რომ გავცვალო თქვენთან 2 სიტყვა, თუ რატომ უფიჩდება ქალბატონს და მამაკაცსაც ასევე ურთიერთობები და რატომ ხდება რომ მიბმა და ჭირდება ადამიანს, ზოგჯერ არც მიბმა არ შველის, ზოგჯერ ბედი არ ეხსნება, სანამ წმენდებს არ გაიკეთებს და ასე შემდეგ. სანამ მიბმის რიტუალზე გადავალ, ერთს ვიტყვი, რომ მიბმის რიტუალი არ არის არანაირად სამარცხვინო, ეს ცოლ-ქმარსაც აქვს გაკეთებული და ყველას გვაქვს გაკეთებული. იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ვიცით, რომ ეს ადამიანი არის ჩვენი, მას ჩვენ უყვარვართ, ჩვენ ის გვიყვარს და უბრალოდ მესამე პირს მე არ მივცემ არასოდეს უფლებას, რომ ჩაერიოს ჩვენს სიყვარულში. ამიტომ, ესე ვთქვათ, ქართულად არ ვიცი ეს როგორ სიტყვა, როგორ უნდა ვთქვა ეს სიტყვა, მაგრამ თავდაცვის მიზნით, როდესაც კარგ ოჯახს ქმნით, აუცილებლად საჭიროა, მე ვიტყოდი, აუცილებლად საჭიროა მიბმის რიტუალი, იმიტომ რომ 1000 თვალი, ბოღმა, შური, ყველაფერი დაძდევს ახალ შექმნილ ოჯახს და მით უმეტეს, რომ თუ დააკვირდებით, თუ ცოტა გამოსაჩენი წყვილია და ლამაზ ფოტოებს აზიარებენ და ლამაზ ყველაფერს და ასე შემდეგ, ის წყვილი ძალიან მალე ინგრევა და ვინც გაჩუმებულია, მაგალითად მე სრულიად მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ სოციალური ქსელის მეგობრებო და არც მე არ მაქვს და ყველაც გირჩევთ რომ გააუქმოთ, იმიტომ რომ თქვენი ფოტოების ფრიალით არაფერ კარგს არ გააკეთებთ, მაგრამ როდესაც ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ყავს ერთი მეგობარი, რომელმაც 3 შვილი ისე გააჩინა და გააჩინა რა, ანუ მოიყვანა ცოლი და 3 შვილი ისე ყავს და ისეთი ბიზნესები აქვს და ისეთი რაღაცა, შემთხვევით გავიგეთ 10 წლის შემდეგ არც არავის არ გამოგხმაურებია და მე ძალიან კარგიც უქნია, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, რას მოუტანდა მას ჩვენთან ბიზნესების ფრიალი, ხო? და რაღაცა. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან ჭკვიანურად მოიქცა ეს ჩვენი მეგობარი ბიჭი, რომ თავისი ცხოვრება გახადა დაფარული. ახლა დავიწყებ მამაკაცებით მე და გადავალ ჩვენს ქალბატონებზე და შემდეგ გავაკეთებ რიტუალს. მოკლედ მიზეზები იმისა, იცით თქვენ, ბევრი ლამაზი ბიჭი, მეც მყავს კლიენტები, სასწაული ბიჭები, კაცები, როგორც
ну გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა რა, ძალიან დიდი შემოსავალი აქვს. საოცრად ჭკვიანი კაცები არიან ჩემი კლიენტები, ვინც მოდის თითქმის ყველა და აი ძალიან დიდი შემოსავლით ესე ვთქვათ და არავის არ ყავს ცოლი. ანუ არ ყავდათ ცოლი ჩემთან რომ მოვიდნენ და აი ყველას რაღაცა პრობლემა აქვს. ანუ წარმოიდგინეთ ახლა ამისანა პროფესიონალი ადამიანი თავის საქმეში ამდენ რამეს აკეთებს და ცოლი არ ყავს არანაირად. ხვდებით ხომ? ანუ რატომ? აი რატომ უნდა გავიდეს 40 წელი? კი ბატონო 45 რაღაც. პირველ რიგში მამაკაცების მხრიდან მე დავიწყებდი იმით, რომ როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცებში ოჯახის წევლა. არ არსებობს, რომ გამოვკითხავ ხოლმე ინფორმაციას, რომ ამ მამაკაცებს დედები, ეგრეთ წოდებული, არ ყავდეთ ძალიან მოჩხუბარი და ნერვიულები, ეგოისტები, ხო? არ არსებობს. მე იმ ადამიანებს მოუვათ ჩხუბი ვეღაცასთან და ეს როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში, რა თქვენ შეიძლება საერთოდ არ იყოთ დაბადებული და თქვენ დედას მოუვიდეს ვეღაცასთან კამათი ან თქვენ მამას ყავდეს საყვარელი. რამდენია ეგეთი? მიატოვა საყვარელი, ბავშვი გააჩინა და პელზე იმდენს წყევლიან და ისე აკეთებენ რაღაცას, რომ კაცების შემთხვევაში ან კაცი რჩება უშვილძირო, ან ძლივს მერე ცოლს მოიყვანს გახსნების მერე, ან დალევას და ნარკომანიას არის მიდრეკილი. და გოგოების შემთხვევაში, როდესაც მამის საყვარლები წევლიან შვილებს და ოჯახებს, გოგოების შემთხვევაში ძირითადად უშვილობა არის ძალიან ხშირი, გაუთხოვრობაც არის ძალიან ხშირი და თუ ეს ხალხი შექმნის ოჯახს, ყველა შექმნილი ოჯახი ინგრევა და ხდებათ საშინელი ნარკომანი, მოძალადი და ასე შემდეგ ქმრები. ეს არის ჩემი ამდენ წლიანი გამოცდილება და კლიენტებზე ეგრეთ წოდებული დაკვირვება. ეს არ არის მარტო ცოდნა, რომ ეს ესეა, არა. ეს არის დაკვირვება ასეულობით და ათასობით ქალბატონზე. თითქმის, აი, ძალიან ბევრი არის გაუთხოვარი, ძალიან ბევრი შეიძლება გათხოვდეს და შვილი არ ურჩნდება და ძალიან ბევრი თხოვდება, მაგრამ ორჯერაც რო გათხოვდეს, სამჯერაც რო გათხოვდეს, მაინც ასე ვთქვათ, ოჯახი ინგრევა და ქმარი და ოჯახი არ რჩება. ასე არიან მამაკაცებიც. მამაკაცების შემთხვევაში უფრო აი შეიძლება მოიყვანოს ცოლი, მაგრამ ყველას ჯვარისწერია რაღაცა თავისი სიკვდილი ან ახალგაზრდის სიკვდილი, ხო? ძალიან ხელს უშლის ეს როგორც ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხში, რა თქმა უნდა, თავის თვითონაც რამე დაემართა ის ხო საერთოდ და მე ყველას ჯვარი გწერიათ და რაღაცა თუ ადამიანს ოჯახის წევრს ამნიშნულობა აქვს, ხო, ესეც ძალიან დიდი უდიდესი პრობლემაა. კაცების შემთხვევაში, მამაკაცების შემთხვევაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. როგორ გითხრათ, ეხლა ცუდად არ მოვიხსენიებ, რა თქმა უნდა, ყველას პატივს ვცემ მე, მაგრამ მათგანა უნდათ რომ ესე იყოს, მაგრამ ეს მათი ხასიათის ნაწილია ეგოისტი დედები. აი ხომ არიან გამკონტროლებელი დედები, აი დედა რო არის მთავარი რა და მერე შვილი და მერე რაღაცა, ხო ხვდებით? ეხლა დედა უნდა იყოს მთავარი, მაგრამ არა პირად ცხოვრებაში. ამიტომ აი ეგოისტი შვილების დედებს, სადა ხარ, როგორ ხარ, როგორი ცოლი უნდა მოიყვანო, რა უნდა ჭამო, რა უნდა დალიო, ამის მერე რა უნდა გააკეთო. ეხლა ეს შეიძლება უთხრათ 18 წლის ბავშვს, 15 წლისას. რა ვიცი, ხა ამერიკაში 15 წლისას აღარ ეკითხებიან რა სჭამ, ისეთი დამოუკიდებლობაა და ეხლა 40 წლის და 30 წლის კაცს რომ ესე ვთქვათ ყველაფერს უკეთებ, ხო, იმას აღარ უნდა მე ცოლის მოყვანა რა. ანუ შენ დედა ხარ თუ ერთადერთი ცოლის მოვალეობას არ ასრულებ ბოდიში მომითხოვია, თორე დანარჩენი გასუფთავებული ტანსაცმელი, გაკრიარებული ყველაფერი მოვლილი, საჭმელი გაკეთებული და ანუ ფუნქციას
ანუ იმ კაცსაც აღარ უნდა შემდეგ რომ მოიყვანოს ესეთი ცოლი, ან ვინმე საერთოდ, იმიტომ რომ მას ოჯახში აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ ყველაფერი ნანი-ნანატრი ხელის გულზე აქვს აბსოლუტურად, სახლში მიდის არის სიწყნარე სიმშვიდე, დედა გენაცვალოს ასე შემდეგ და ის ვეღაცა ცოლი რო შემოდის მერე თავის ოჯახში და ეს სხვა კანონებს რო ამყარებს, ეს მერე ძალიან დიდ პრობლემას ქმნის დედასთან და ძალიან დიდ პრობლემას ქმნის თვითონ ქმართანაც, ანუ ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმრებიც ძალიან დიდ დამნაშავე არიან, იმიტომ რომ მათ აღარ უნდათ, აი დედაჩემი ესეთი იყო, დედაჩემი არ ყვირდა, დედაჩემის ესეთი ოჯახი. გასაგებია, მე იმას კი არ ვიძახი, რომ დედა არ უნდა დააპასოს და დედას პატივიც უნდა წე, თან უნდა გადაყვე და ყველაფერი აბსოლუტურად უნდა გაუკეთო, მაგრამ უნდა იყოს ადამიანის საზღვრები მაქსიმალურად დაცული, რათა სხვა ადამიანების საზღვრების დარღვევა არ მოხდეს. როდესაც ამ მამაკაცებს ცოლი მოყავთ, ან ესე ვთქვათ, დგება საკითხი იქ, რომ უკვე უნდა გაიყოს ყველაფერი, ხო? მამაკაცებს ეწყებათ პანიკა, რომ აი, იქ რაღაცა ცოლის პრეტენზიები, დედა არ იყო პრეტენზიული. ამიტომ ერთ-ერთი გარდა ამისა, რომ ჯადოს თავი დავანებოთ და ამდენ რამეს თავი დავანებოთ, გარდა ამისა, მამაკაცებისთვის ძალიან დიდი პრობლემა და თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს არ არის პრობლემა. ჩემთან მოსულან კლიენტები, რომლებიც 55, რა ვიცი, 60 წლის არიან და მაინც დედასთან ცხოვრობენ და მაინც დედას ვერ ეყრებიან, ესე ვთქვათ. კი ბატონო, გასაგებია, რომ მშობლები და მე ჩემ მშობლებს ისევ ვაფასებ არანორმალურად და ასე ვთქვათ, ყველამ უნდა დავაფასოთ ჩვენი მშობლები, მაგრამ ზედმეტობა არ არის საჭირო, რომ ჩვენი მშობლები ყველა ჩვენს, ასე ვთქვათ, ყველაფერში იყვნენ ჩარეულები და ანუ სიცოცხლის ყელში გიჭერდნენ. ეს ყველაზე კარგი შემთხვევაა, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იქ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადადის. აი, ჩემს გარეშე ეს არ უნდა გააკეთოთ, ჩემს გარეშე ის არ უნდა გააკეთოთ, ჩემს გარეშე ეს არ უნდა წახვიდეთ, მანქანაში წინ არ უნდა დაჯდე, უკან არ უნდა, ну, რაღაც ეს უკვე ძალიან დაბალი დონის რაღაცები და რა თქმა უნდა, რომ ესეც აი შეხვდება ჩემი კლიენტის შესანიშნავ გარეგნობით თუნდაც ასე ვთქვათ, რა ვიცი, ზოგი ექიმია, მამაკაცი ზოგი რა არის, ზოგი ქირურგია, ზოგი რაღაცა, მაგრამ ანუ დედაზე დამოკიდებული არის კატასტროფა, ხო არ შეიძლება, ბარემ სოსკით ერთადერთი ქართველი ზოგიერთი კაცი ყოველს არ ეხება, რა თქმა უნდა, სოსკით არ დადის, თორე დანარჩენი, ну, ხო ხვდებით და მე ეს ძალიან დიდ პრობლემას ახდენს, ასე ვთქვათ, როგორც ქალთან მიმართებაში, ასევე ურთიერთობაში და თქვენც თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა, შეგიძლიათ დამიწეროთ ესეთ დედიკოს ბიჭს თუ შეხვედრი ხარ და მას რო კითხო არ არის დედიკოს ბიჭი, იმიტომ რომ იმდენად ფსიქოლოგიურად ძალადობს ზოგჯერ ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ბევრი ადამიანი თავის შულზე რომ აი კლანჭებს ვეღარ ეხსნება რა, ხო ხვდებით რასაც გულისხმობ. აი ქალბატონების შემთხვევაში ერთს კიდე დავამატებდი, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ქალბატონს ბედი აქვს ჩაკეტილი. შეხედავ ძალიან ლამაზი გოგოა, შეხედავ გადასარევი, სამსახური, ყველაფერი, მაგრამ ურთიერთობები ენგრევა. შეიძლება გათხოვდეს, აი ბევრი მოდის ჩემი კლიენტი, გადასარევი გოგო, შესანიშნავი საუბრის მანერა, განათლება, სოფლიო მოვლილი, ფული, ეხლა ქალს 27-28,000 დოლარი გაქვს თვეში და ლარი გაქვს თვეში ხელფასი, ეხლა ის დიდად ფულზე აღარ არის გაგიჟებული, ხო? ეძებს ნორმალურ ადამიანს ლიჟბი იყოს ეს კაცი, პატიოსანი, არ იყოს ნარკომანი, რაღაცა და რა თქმა უნდა გარკვეული შემოსავლითაც, მაგრამ უყურეთ როგორ კაცებს იზიდავენ ესეთი ქალბატონები, იზიდავენ ეგეთ კაცებს, რომელთაც უნდათ მათი ფული, რომელიც ეხვევიან მათ მახეში. მაგალითად ავიღოთ, მე მყავდა ესეთი შემთხვევა, რომ მამაკაცი და თავისი შეყვარებული
აძალებდნენ არა. ატყუებდა ეს კაცი ამ ქართულად როგორ ვთქვა. მოკლედ ეს კაცი, ბიჭი ატყუებდა ჩემს კლიენტს, რომ აი, მოდი ეს ფული მომეცი, $5,000 მომეცი, $10,000 მომეცი, ის მომეცი, ამერიკაში ყავს გოგოთან საქართველოში ჩადდა ხოლმე და ამასობაში ცოლს მოგიყვა, ცოლად მოგიყვან და მიყვარხარ და რაღაცა სასწაულებ და ამასობაში თურმე კი არ გაიჩინა, უკვე ყავდა ამ მამაკაც, ამ ქართველ კაცს, სხვა ესე ვთქვათ, გოგონა უკვე არჩეული, იმ გოგონამაც იცოდა, რომ ამას ყველაფერს ახვევდნენ, ესე ვთქვათ, ლამაზად და всё, ერთ დღესაც უთხრეს, რომ აბა, შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ნახვამდის ეხა. ეხა წარმოიდგინეთ, ეხა თქვენ გიკვირთ ხოლმე, აი ადამიანები როგორ გვექცევენ და წარმოიდგინეთ, როგორ ჯადოს რატომ იკეთებენ და ჯადოს გიკეთებენ კი არა. წარმოიდგინეთ რა დონეა ეს და რა სიბოროტეა კაცის მხრიდანაც, მაგრამ განსაკუთრებით ქალის მხრიდანაც, რომ შენ იცი, სხვა კაცს რომ ელაპარაკება შენი საცოლე თუ საქმრო თუ რაც არის, არ ვიცი, კაც შენი შეყვარებული და ამ დროს იცი, რომ იმ გოგოს უყვარს ეს ბიჭი და ხან ფულს აძლევს, რომ მანქანა იყიდოს, ხან ისე ჩუქნის, ხან რაღაცა, უყვარს, ხო, დებილი აქ არავინ არ არის, ხო? კი, მე სულ მაგას ვიძახი, რომ ფული არც ერთ შემთხვევაში კაცს არ უნდა მისცეთ, რომ თუნდაც შეერიკვდებოდეს, მაგრამ უყვარს, ხო, რაღაცა ხო არ ართმევს, აძლევს, უყვარს ადამიანს და შენ მაგისი სიფაქიზით უნდა ისარგებლო? ხო და აი ესეთი რაღაცებიც ხდება მეგობრებო. ხო და რა მინდოდა მე თქვა? რა ენერგეტიკაზეც არის ქალბატონი, ხო, ქალი ზუსტად ისეთ კაცებს იზიდავს. მაგალითად, ლუდომანი, მატყუარა, თამაშებელი, ფულს როგორც როგორ თქვა, მარტო ფულის გამო რომ უნდა შენთან ყოფნა. აი რატომ არის რომ მე ყოველთვის ეხლა აი დედებზე გადავალ პირველ რიგში და დედებს ვეუბნები ხოლმე რომ თქვენ შვილებთან რომ მოდიხართ თქვენი შვილების პრობლემით, ბიჭების პრობლემით, ვეუბნები ხოლმე რომ თქვენს გაიკეთეთ წმენდა, იმიტომ რომ თუ თქვენ სულ სხვა დონეზე გადახვალთ ენერგეტიკულად. რატომ იცით მეგობრებო, დედა რაც არის იმ ენერგეტიკაზე არის ყოველთვის შვილი. და კი შეიძლება საყვარელმა ჯადო გაუკეთა, ცოლმა ჯადო გაუკეთა, ვეღაცამ ჯადო გაუკეთა, გასაგებია, მაგრამ ის მაინც თავიდან შენ ენერგეტიკას, შენ როგორ ცხოვრობ, იმას ატარებს. და ამიტომ წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენც ბედნიერი იყო და ასე ვთქვათ, შენი შვილიც ბედნიერი იყოს. ეს ეხება როგორც ბიჭის შვილებს, ასევე გოგოს შვილებს, იმიტომ რომ გოგოს შვილი არის ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობდი შენ. ბევრ შემთხვევაში ესე არ არის სამწუხაროდ. ბევრ შემთხვევაში ესე არ არის საბედნიერო თუ სამწუხაროდ, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არის ესე. ამიტომ წმენდა ჯერ დედის და შემდეგ შვილისაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვენ ბოლომდე ბედნიერები იყოთ. აი გოგოების შემთხვევაში რაც არის, როდესაც ადამიანს აქვს წყევლა ოჯახის, ბედის ჩაკეტვა, მით უმეტეს ეხლა იცით, რომ ყველა მეორე მირბის და სასაფლაოში მარხავს, ხო, არავინ არ არის მომკითხველი, ფულს მაგაში არ ხარჯავენ და არაფერში არ მოეწონებით, გაქანდებიან და სასაფლაოში გიმარხავენ რაღაცას, ხო? ეს სული იყო მუდამ მეგობრებო, ეს სული იყო, ეხლა კი არა. სული იყო არის და იქნება ადრე მიცვალებულებს ატანდნენ სურათებს და რაღაცეებს და კომუნისტების დროსაც იყო და იმის იქითაც იყო და სულ იქნება მეგობრებო ეს გახრწნილობა ადამიანში სულ იარსებებს, სანამ ადამიანი იარსებებს. ამიტომ გოგონებს შეხედავ გაგიჟდებით ისეთი გოგონები არიან და ხვდებათ ესეთი კაცი. აი რატომ უნდა შეხვდეს ესეთი კაცი, როდესაც შეიძლება რომ ისეთ სუფთა ენერგეტიკაზე დადგე რომ გადასარევი რა კარგი ბიჭი არ არსებობს? რას ქვია, როგორ არ არსებობს? აი ჩემი კლიენტები რომ მოდიან ხოლმე კაცები,
ვიძახ მიფიქრე ხოლმე ხალხო ისეთი შესანიშნავი ადამიანები არიან რომ რაი არ ვიცი რამის ეს რა ქვია გაცნობის ცენტრი ჩამოვაყალიბო ხო ანუ მე როგორ მეკცევიან ჯერ და რა საჩუქრებს მიგზავნიან და რამდენ თანხას მირიცხავენ და რა ვიცი და ეხლა ხო წარმომიდგენია თავის შეყვარებულს და თავის მეგობრებს როგორ მაგრამ უყურეთ გარდა ჯადოსი აი მე რო ხო ვატარებ მარათონებს ცუდი მოქცევაც აზარალებს ხშირად ქალბატონებს. აი მე ვიცი, ძალიან რამოდენიმე ჩემ კლიენტს უძვირფასესი საათი, უძვირფასესი რაღაც ვარდები და თავზე დაყრა. აი რა წესია მეგობრებო, თავზე დაყრა რაღაცის. ეხლა ამას არის ჯადოშველის შინაგან კულტურას და ხასიათს, ხო? ხასიათი თუ აქ ადამიანს ცუდი. არც ჯადოგიშველის ესეც, არც აი ხა თავზე რატო აყრი? კაცმა $7,000 გადაიხადა საათში. რატო აყრი თავზე? მე ვთქვი მე მომეცი ეგ საათი. მე გავიკეთებ ხო ნუ ხუმრობით, მაგრამ არ შეიძლება ესე, ხო? არის რაღაცები, რაც აღარც უკვე ჯადოს ექვემდებარება, აღარც წყევლას ექვემდებარება, აღარც არაფერს აღარ ექვემდებარება. აქ უკვე კულტურა აღზრდა და ხასიათია. აი ხასიათის გამოცვლა ხდება მხოლოდ დისციპლინით და მუდმივი საკუთარ თავზე მუშაობით. მე სულ ვიძახი, რომ მე რო ვიყო მეთქი მარტო მაგი და რომ არ ვიყო მსწავლელი ადამიანების, ხო, მე მარათონებს არ გავაკეთებდი. ხო რა მე არც მოგებას არ მაძლევს ეს მარათონი. არც არაფერს არ მაძლევს. ფულს თუ შევხედავთ. რა ფულს მაძლევს მე? არაფერი, ნოლი შემოსავალი. მაგრამ ეს არის იმისათვის, რომ ადამიანებმა ну იქ რამდენაირი მარათონი მაქვს ხო ღმერთმა იცის და სხვათა შორის აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწყება ახალი მარათონი მეგობრებო და მაგაზეც მე გავაკეთებ შემდეგ ვიდეოში მოემზადეთ იქნება სასწაული მარათონი იქნება როგორც ქალბატონებისათვის ასევე მამაკაცებისათვის და ну რა გითხათ მარათონები იმიტომაც არის ადამიანებში რომ იმიტომაც ვაკეთებ რომ ადამიანები გახდნენ უფრო უკეთესი და გაუზიარო მათ ამდენი წლის ჩემი ესე ვთქვათ კლიენტების ცხოვრება იმიტომ რომ თითოეული კლიენტი არის ინდივიდუალური კიდევ ერთხელ ვიძახი ძალიან ბევრი ადამიანი როდესაც მოდის ჩემთან და მეუბნება რომ მიბმა მჭირდება, მე ვეუბნები რომ გაიკეთე წმენდა. და ეს არ გეგონოთ თქვენ და ვინმეს არ ეგონოს რომ აი ეხლა რო წმენდა გავიკეთო, მერე კიდე მიბმა დამჭირდება და მიბმა რო დამჭირდეს, ალბათ მაგიტომ მეუბნება რომ ორი რიტუალის ფული გადა. ჩემთვის სულ ერთია რომელს გაიკეთებ, თითქმის ორივე ერთი და იგივე ფასი ღირს. რაღაც ძალიან ცოტაშია განსხვავება. ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ გააჩნია თქვენ რა გინდათ. თქვენ თუ კონკრეტულად გინდათ რომ ესე ვთქვათ, ეს მამაკაცი მიიბათ, რა თქმა უნდა, მე აქეთ მოგცემთ, ესე ვთქვათ, მოტივს, რომ აუცილებლად, მაგრამ თქვენ თუ ცუდად ახართ, ბედიგერებად, თქვენ თუ პრობლემური ცხოვრება გაქვთ და პრობლემატიკა გაქვთ ყველგან და სულ ტოქსიურ ხალხებში და კაცებში ერევით და აი ამ კაცსაც ვერ იბავთ, მაშინ მეგობრებო თქვენ უნდა გაიკეთოთ აუცილებლად წმენდა, იმიტომ რომ წმენდას როდესაც გაიკეთებთ, კაციც მოგებმევათ, ძაღლიც მოგებმევათ, კატაც მოგებმევათ და საერთოდ აღარ დაგჭირდებათ და თქვენი ბედი გამოგიჩნდებათ. და აი ერთ რაღაცასაც ვიტყვი კიდევ თქვენ ბედთან დაკავშირებით. არის რაღაცეები, რასაც ვერავინ ვერ აკონტროლებს. ვერც მაგი, ვერც ვერაფერი, აი მხოლოდ სამყარო.
ამიტომ სამყარო ყველასათვის ერთნაირად მუშაობს და ენერგიებზე, ანუ როგორი ენერგეტიკა, არ გინახეთ, როგორ კარგათაც გაიღვიძეთ, მაგალითად, კაი ხასიათზე, ისე წაგივიდეთ თქვენ საქმე. ამიტომ, როდესაც ლოგიკურად თქვენ ცუდი ენერგია გაქვთ, წმენდა გესაჭიროებათ, ხო? ჯადო გაქვთ, მეზობელი ცუდად გიყურებთ, მეზობელი ჯადოს გიდებთ, მეგობარს თქვენი შურს, კლასელებს თქვენი შურს, რა ვიცი, ამხანაგებს თქვენი შურს. ჩემი მეგობარი ამბობდა, სადღაც სასწავლო უნივერსიტეტში ჩააბარა ამერიკაში, არ ვიცი, რაღაც ძალიან დამავიწყდა ახლა, ძალიან ლონდონში, ბოდიში, ბრიტანეთში. ძალიან სასწავლო რაღაცაში დაფინანსება $295,000 დაფინანსება მიიღო, წარმოიდგინეთ რა მხილად და 4 კაცმა მიულოცა კლასის ჯგუფიდან, როდესაც შეკრებებზე და რაღაცებზე, ესე ვთქვათ, რა ვიცი, ყველას წერდნენ ერთმანეთს და ამან უნდა გამარჯობათ მეგობრებო, მომილოცეთ რო რაღაცა. ვაი, 4 კაცმა მოულოცა მარტო და მე თქვენ გეკითხებით რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? ესე იგი სწავლისაც შეშურდათ ის რომ ყველა წუთში აწკაპონებდნენ ჯგუფში რაღაცეებს და რაღაცა სისულელეებს წერდნენ და რაღაცა მხოლოდ აი ესეთი რაღაცა და ამიტომ მეგობრებო როდესაც წმენდა გჭირდებათ როდესაც დაბალი ენერგეტიკა გაქვთ ცუდ ხალხთან კონტაქტობთ თქვენი ბედი გინდა კაცი იყო გინდა ქალი თქვენი ბედი რომ უნდა შეგხვდეთ, აი წარმოიდგინე საათის ის არის მოდის თქვენამდე და უნდა შეგხვდეთ თქვენი კარგი ბედი. კარგი ბიჭი იქნება თუ კაი გოგო იქნება. ამ დროს თქვენ ხართ საშინელ ენერგიაში, ჯადოებში, წმენდა გესაჭიროებათ, ცუდი რამე გესაჭიროებათ და ეს ბედი მიდის და იკარგება და მერე კიდე რამდშება 10-20-30 წლის შემდეგ განმეორდეს და კიდე შეგხვდეს და ეხლა 30 წლის მერე რო განმეორდება მეგობრებო, რაი რატო უნდა დაკარგოთ ამხელა დრო. ამიტომ წმენდას თქვენ მარტო ესე ნუყურებთ, რომ აი ეხლა გავიწმინდები და ეს როა როგორც ხვები აკეფ, აი რაღაცა გამეწმინდება აურას, აურა გაგიწმინდება. წმენდა არის ისეთი ძირფესვიანი რამ, რაც ფეხის თითიდან ტვინამდე გიცulis თმის დნმ-საც კი ისეთი დონის წმენდა ეხლა ვინც გაგივლიათ ჩემთან იცით ამიტომ რას ქვია წმენდა მარტო ამიტომ ძალიან სერიოზულია თქვენ ბედზე ეს ნამდვილად მუშაობს მოკლედ მე მგონი რომ ბევრი ვისაუბრე მაგრამ ზოგი მწერს რომ უყვარს ჩემი საუბარი და მეც ესე ვთქვათ ვთამამდები ამითი მე გასწავლით ახლა ძალიან კარგ რიტუალს გავაკეთებ მიბმაზე და რა თქმა უნდა ეს არის ზოგადი რიტუალი მეგობრებო და ახლა ნუ გამკიცხავთ მაგალითად ვიღაცის კაც თუ 210,000 ჯადო აქვს გაკეთებული და რატო არ დაგიბრუნდათ არ დაგიბრუნდებათ იმიტომ რომ 2 მილიონი ჯადო აქვს გაკეთებული იმ ქალსაც მიბმული ყავს 1000 უბედურება გაქვს თქვენს გაკეთებული და რა თქმა უნდა რომ ზოგადი დაცვა ეს უკაცრავად მიბმა არ გიშველით რა თქმა უნდა მაგას ორი აზრი არ აქვს მაგრამ ეს მიბმა არის განკუთვნილი ადამიანი даже იმათაც შველის ხოლმე ისეთი ძლიერია ჩემი YouTube რიტუალები მაგრამ ნუ ეხლა 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემთ იმიტომ რომ არის ზოგადი მაგრამ ეს რიტუალი ხა მე რომელსაც გავაკეთებ არის სუპერ ძლიერი super შემოქმედი, ესე ვთქვათ, რაღაცა super ლოცვა და ჩემი ფარული, ესე ვთქვათ, დაფარული, რა თქმა უნდა, ამ ლოცვას არც ვიტყვი. ლოცვის შემდეგ უკვე გეტყვით თქვენ შელოცვას, რაც უნდა თქვათ. მოკლედ, რა დაგჭირდებათ? ფურცელზე, აიღეთ ფურცელი, დაწერეთ თქვენი სახელი და იმ ადამიანის სახელი, თქვენ ვინც გიყვართ, გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ სასურველია თუ აანთებთ სანთელს, თუ ქუჩაში ხართ ან სადმე არ არის პრობლემა, ნუ აანთებთ, სახში როდესაც მიყავთ მაშინ აანთებთ, მაგრამ ამ ლოცვას, ესე ვთქვათ, რაც უფრო მეტად უყურებთ, მით უფრო მეტად მოიზიდავთ თქვენს საყვარელ ადამიანს. ეხლა მე ვიტყვი ლოცვას ჩემთვის ჩუმად და მერე გეტყვით გახსნილ ლოცვას, რაც უკვე ამის თქმა შეიძლება. მოკლედ თქვით
თქვენი სახელი თქვით და ეხლა თქვით მისი სახელი. მე როცა გეტყვით სახელი, თქვით მისი სახელი გულში და თქვით თქვენი სახელი. თქვით თქვენი სახელი. თქვით მისი სახელი. თქვით თქვენი სახელი. თქვით მისი სახელი. თქვით თქვენი სახელი. თქვით მისი სახელი. ამინ. 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 ეხლა გეტყვით შელოცვას, რომელსაც თქვენ გაიმეორებთ. სინათლემ გახსნას გზა გულიდან გულამდე. დავუახლოვდეთ ერთმანეთს. გაქრეს გაუგებრობა. გაძლიერდეს ნდობა და გულწრფელი კავშირი. ყველაფერი მოხდეს თავისუფალი ნების და უმაღლესი სიკეთის შესაბამისად. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ამინ. დაწერილი ფურცელი ბოლოს ადექით, დაწვით და გააყოლეთ რაიმეს მაგალითად. ონკას, სააბაზანოში წყალს მნიშვნელობა არ აქვს, რასაც თქვენ გნებავთ. კიდევ ერთხელ ვიძახი მეგობრებო, ეს რიტუალი არის ზოგადი, მაგრამ ძალიან მუშა რიტუალია. პირადი რიტუალებისათვის მომმართეთ WhatsApp-ის ნომერზე +1 718 506 28 გიპასუხებთ ამერიკის დროით. და ერთი პატარა რამე მინდა ვთქვა და დავასრულებ. ძალიან გთხოვთ, კიდევ სულ ვიძახი და ვიტყვი. მე ყველა ადამიანს, საქართველოში იქნება თუ სადმეც იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. მე ყველა ადამიანს კარგს და საუკეთესოს ვუსურვებ. მაგრამ მე არ ვიცი ეს ხალხი როგორ მუშაობს, რა ცოდნა აქვს რას, ამიტომ მე არავის სანამ ცოცხალი ვარ, მე არავის არასოდეს არ შევეხები. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ჩემთან იცოდეთ როგორ ხდება. როდესაც გნებავთ მიბმა, როდესაც გნებავთ წმენდა, როდესაც გნებავთ რაიმე სხვა, იცოდეთ რომ ეს სათამაშო არ არის. და არც ის არ არის რომ აი წავედი ახლა ამულეტს მოგცემ ბედნიერი იქნები. წავედი ახლა ამას მოგცემ ბედნიერი. ესე არ ხდება. ყველაფერი მუშაობს ძალიან სერიოზულად და არ არის ხელწამოსაკრავი, როგორც ეს საქართველოში და სხვადასხვა არა კეთილსინდისიერი ადამიანები აკეთებენ. აი ეს რიტუალი თქვენ არ გეგონოთ უბრალო თემა. თქვენ იცით მე ვინც მიცნობთ რომ ღამეებს ვათნებ მე დილის 5 საათს და დილის 4 საათს რო გიწერთ ხოლმე ახლა მოვრჩი მუშაობას და ასე შემდეგ ესეც იცით და ამერიკაში რო დილის 4 საათი და 5 საათია მაგ დროს ეგეც იცით კლიენტებს ხანდახან რა დროსაც გწერთ ხოლმე ეგეც იცით რომ გახსნები მოვრჩი ამიტომ მე ღამეებს ტყუილად თქვენთვის არ გავათენებ რომ არ იყოს ეს ძალიან სერიოზული მაშინ დავწებოდი დავიძინებდი და რა კარგია რა ბედნიერებაა ხო მომივიდოდა ეს რა ქვია უფასო ფული იმისი არ იყოს რა ქვია ახლა მოდაში რაღაცა ფული ჩადეთ და ესა რა ქვია მილიონები დაგეცემათ თავზე ნუ სისულელი ხო
სისულელი. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია, მეგობრებო. რიტუალი სხვასთან არ ვიცი როგორ აკეთებთ, მაგრამ ჩემთან ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. ასევე გეუბნებით, მიბმას, როდესაც გაიკეთებთ და დააპირებთ, თქვენ თუ აღარ მოგინდებათ მიბმა, ერთი მაგდენი თანხა უნდა გადაიხადოთ, რომ ეს ადამიანი გაიხსნათ თქვენი ცხოვრებიდან. ამიტომ ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი, თითოეული რიტუალი ჩემთან არის უძლიერესი და არ არის რაღაცა უბრალო რაღაცა, რიტუალი გაიკეთე და ბედნიერი ხარ. ესე არ ხდება. ამიტომ გისურვებთ წარმატებებს, ერთმანეთს ყოველთვის პატივიცეთ, გვერდში დავუდგეთ, ესე ვთქვათ, მეც ყოველს აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვერასოდეს ჩემგან ცუდს ვერავიზე ვერ გაიგებთ. ყველას საუკეთესოს და ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ მე არ მაქვს თავის საუკეთესობაზე, მე მაქვს პრეტენზია ჩემს ნიშაზე. მე მაქვს ჩემი კუთხე და მე მაქვს ჩემი ენერგეტიკა. ამიტომ მე სხვანაირად მუშაობ, როგორც ყველა ადამიანი. ამიტომ გისურვებთ წარმატებას მაგიის გარეშე. მაგია ჭირდება როგორც მიბმას, წინსვლას, სიკეთეს, ბედნიერებას, ბარაქას. ამიტომ მაგიის გარეშე დღეს ადამიანები და ვერასოდეს არ იყვნენ, არც ეხლა არიან და არც მომავალში არ იქნებიან. ერთსაც დავამატებ, ნახევარი ჯგუფი ჩემთან იწყებს სწავლას აგვისტოს ბოლოს, ნახევარი ჯგუფი ჩემთან იწყებს სწავლას სექტემბრის ბოლოს. სულ ჯგუფში მყავს 6 ადამიანი და ვისაც გნებოთ მაგიის შესწავლა, იცით რომ აქვს 2 კურსი, არის $13,000 კურსი და არის $25,000 კურსი. ამიტომ რომელ კურსაც თქვენ გნებავთ, აირჩევთ, იცით რომ წელიწადში ვასწავლი ერთხელ ან ორჯერ, მეტი დრო ფიზიკურად არ მაქვს. გისურვებთ წარმატებებს.